მოგესალმებით, დავიწყოთ Business Insider-ი, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეებით კვლავ და რა თქმა უნდა დღეს საინტერესო დღეა, ველოდებით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებას, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე ჩვენ უკვე ვისაუბრებთ ორშაბათის Business Insider-ში კიდევ უფრო დეტალებზე, აქ ამ ეთერში, თუმცა ცხადია ჩვენ სხვა პლატფორმებზე, მათ შორის ვებგვერდზე Business Insider-ში ჩვენ ეკონომიკური ზრდის შესახებ ფართოდ გავშლით, ასე ვთქვათ, როგორც ანალიტიკურ ნაწილს, ისე შეფასებებს და რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსი, ასევე ტრადიციულად ლარი გამყარდა დოლართან და ევროსთან მიმართებაში, მოკლედ ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს კიდევ ერთხელ გლობალური ტურბულენციის ფონზე და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ვსაუბრობთ ეროვნულ ვალუტაზე, ეროვნული ვალუტის გამყარების მნიშვნელოვანი საფუძველი არის ის ფუნდამენტური ფაქტორები, რომელიც კურსზე მოქმედებს, მათ შორის ექსპორტი, მათ შორის ტურიზმიდან შემოსავლები, მათ შორის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და რა თქმა უნდა გადამორიცხვები და ახლა ტურიზმის ნაწილზე გვინდა ვისაუბროთ. უმნიშვნელოვანესი ღონისძიება აზიის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გამოფენა ITB China, სადაც საქართველო იყო როგორც მასპინძელი, ანუ მასპინძლის სტატუსით მონაწილეობდა ITB China-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით, ასე ვთქვათ, სხვაგვარად შეგვიძლია მასპინძელი ვიყავართ მონაწილეობდა 1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები ვნახეთ ჩვენ შანხაიში, პერიოდულად ჩვენს პლატფორმებზე ვაშუქებდით ITB China-ს მიმდინარეობას და საქართველოს, ასე ვთქვათ, ჩართულობას და მონაწილეობას 3 დღის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობდა პრეზენტაციები, შეხვედრები საქართველოს ტურისტული მიმართულებით ITB China-ს სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასწავლდნენ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიას და ღვინოს, რა თქმა უნდა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით პავილიონში სპეციალური კულტურული პროგრამა იყო მოწყობილი ასევე შანხაიში გამართულ ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2026 საქართველოს დელეგაციაში შემავალმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა 1000-ზე მეტი შეხვედრა გამართეს უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად თუ გასაღრმავებლად. საერთაშორისო გამოფენაზე 30-მდე ქართული კომპანია მონაწილეობდა. ისევე როგორც სახელმწიფო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული. გამოფენის ფარგლებში რა თქმა უნდა შეხვედრები გამართეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ირაკლი ნადარეიშვილმა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ. რა თქმა უნდა სახელმწიფოს წარმომადგენლები საუბრობდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ყურადღება გამახვილდა ჩინეთისა და აზიის ბაზრებზე საქართველოს ტურისტული მიმართულებების პოზიციონირებას და ასევე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და მარკეტინგულ კამპანიებში თანამშრომლობას. სხვა შორის წლევანდელი ITB China მასშტაბური მაჩვენებლით გამოირჩეოდა. გამოფენაზე 85 ქვეყნიდან 900-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი, ხოლო ღონისძიებას 280-მდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენელი აშუქებდა. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ შეფასებები. საქართველოს შეიძლება იყოს რომ ითქვას რომ იყო ეპიცენტრში ჩინეთში ყველა მედია საშუალება, ყველა პლატფორმა საქართველოს ლაპარაკობდა და საუბრობდა. პავილიონი რომელიც დაკერტული იყო 3 დღის განმავლობაში, როგორც სტუმრებით, რომლებიც ცდილობდნენ რომ საქართველოს შესახებ ინფორმაცია გაეგოთ, ასევე ბიზნეს სექტორი, რომელიც ასე ვთქვათ ძალიან დაკერტული იყო მთელი დღის განმავლობაში შეხვედრებით. ჩინეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ბაზარია, ძალიან აქტიურად მუშაობს ჩინურ ბაზარზე და მთელი წლის განმავლობაში დაგეგმილი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში დახუნწული აქტივობებით ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ. ეს ღონისძიებაც, სადაც საქართველოს პარტნიორის სტატუსით იყო წარმოდგენილი, სწორედ ამ საერთო მიზანს ამსახურება, იმისთვის რომ ერთის მხრივ საქართველოს ცნობადობა როგორც უსაფრთხო და სანდო ქვეყნის გაიზარდოს ჩინელ მოგზაურებში, მეორეს მხრივ ქართულ ბიზნესს ხელი შეეწყოთ, რომ სანდო პარტნიორები იპოვნონ ჩინეთში და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში ნებისმიერი ეს აქტივობა თუ ქმედება მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში ბევრად მეტი ჩინელი მოგზაური ჩამოვიყვანოთ. შარშან 44%-ით ზრდა გქონდა და ასეთი დაგეგმილი აქტივობებით, ამასთანავე 15 ივნისიდან გაანონსებული პირდაპირ ფრენებით, რომელიც თბილისი, შანხაი, დღეისის მიმართულების განმარტება კვირაში 3 სახშირით, ვფიქრობ, რომ ერთობლივად საერთო მიზანს მივახცევთ და მდინარეობაში საქართველოს ბევრად მეტი ჩინელი მოგზაური მოინახულებს. ჩინეთის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და გვჯერა, რომ ITB China-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა კიდევ უფრო მეტად
შეუცნობადობის გაზრდას, ასევე ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერებას. სესიაზე ვისაუბრეთ ტურიზმში ახალ ტენდენციებზე და იმაზე, თუ როგორ იზრდება მიმართულებებზე, როგორცაც საქართველოს წარმოადგენს ქვეყანა, რომელიც აერთიანებს ბუნებრივ რესურსებს, მდიდარ კულტურას და ტურისტულ პროდუქტებს. ჩვენი რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აზიის ამ უმსხვილეს ბაზარზე ჩვენი რეგიონის ქუთაისის წარდგენა. ვთვლით, რომ იმერეთი წარმოადგენს საქართველოს ტურისტული შეთავაზების, საქართველოს კონტენტის განუყოფელ ნაწილს და ძალიან მისთვის ამ კონკრეტულ პლატფორმას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ITB წელს პარტნიორ ქვეყნად წარდგენა, რადგან ეს ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს, ნიშნავს იმას, რომ შესაძლებლობა გვაქვს მეტი პარტნიორი გავიჩინოთ და ახალი ტურისტული სეგმენტი დავიმატოთ, რომელიც იქნება ჩინეთი, რომელიც ძალიან დაინტერესებულია ჩვენი მიმართულებით და მით უმეტეს, რომ პარტნიორ ქვეყნად წარდგენა ნიშნავს იმას, რომ წარმოდგენილი ვარ ძალიან დიდი ლამაზი სტენდით, მოდის უამრავი ადამიანი, იცნობს საქართველოს, ჩინელები ასევე უცხოელები და იმედი გვაქვს, რომ ეს ძალიან დიდ შესაძლებლობას მოუტანს ჩვენ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მონაწილეობა, მით უმეტეს ასეთი ჩართულობით, ასეთი დატვირთული, ვიტყოდეს სასიამოვნო დატვირთული პროგრამით ITB China-ზე ამ მართლაც გამორჩეულ უმსხვილეს აზიის უმსხვილეს გამოკეთ ასევე აუცილებლად უნდა გავიხსენო ასევე ეს ნაწილი დამოუკიდებლობის დღისადმი მილოცვა მოცეკვავეების თანხლებით შანხაიდან სწორედ რაც რა ბუნებრივია ძალიან საინტერესო იყო კარგი დამთხოვა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობა ITB China-ზე ჩვენ არაერთხელ აქ ამ ეთერში ძალიან ვცხოვრთ მინისტრის მოადგილეებთან, თურქეთის ხელმძღვანელთან, ასევე სულ ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან, სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთან და ყოველ ჯერზე მათ შორის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულმა მოვლენებმა ჩვენ კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად დივერსიფიცირებულ ზრდას და დივერსიფიცირებულ მიმართულებებს ნებისმიერ შემთხვევაში ვინაიდან ერთ რომელიმე მიმართულებაზე დამოკიდებულება იძლევა და გვაყენებს წინაშე მთელი რიგი რისკების და მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისა ჩვენ ვნახეთ რომ რა თქმა უნდა ცალკეულ ნაწილს ბიზნეს სექტორის ერთ მიმართულებას რომელიც ამ ხრივ და ამ სოლიდური ზიანი მიაყენა მაგრამ მეორე სწორედ დივერსიფიცირება ამ ტურიზმის სექტორში ჩვენ მოგვცა დაბალანსების, საერთო მაჩვენებლების, კოდის ერთ საინტერესო დაბალანსების საშუალება და ამიტომ კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა აზიის მიმართულება, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა ქვეყნები ამ კუთხით საქართველოსთვის განსაკუთრებულად საინტერესოა. და როცა ჩვენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე ვისაუბრებთ და დღეს მართლაც კიდევ ერთხელ მინაუშავო ყველა ერთად ველით ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს აუცილებლად უნდა აღინიშნოს ბაზარზე საკმაოდ საინტერესო აქტივობა საქართველოში ამ შემთხვევაში ცხადია როცა უძრავი ქონების ბაზარზე საუბრობთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ შეიძლება ვთქვათ უფრო საცხოვრებელ მიმართულებებზე თუმცა რამოდენიმე წუთში უკვე სტუმართან ჩვენ კომერციულ მიმართულებით, კომერციულ ფართებზე, სავაჭრო ფართებზე გავაგრძელებთ საუბარს, თუმცა მანამდე სულ ახალი პუბლიკაცია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანმა და ძალიან კვალიფიცირებულმა პარტნიორმა, ძალიან ბევრი ინვესტორისთვის გალთენდაგართმა კიდევ ერთხელ შემოგთავაზა და შეეხებოდა ბათუმში არსებულ ვითარებას, სწორედ უძრავი ქონების გაყიდვებთან დაკავშირებით და რაც ძალიან საინტერესოა 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში მოთხოვნა მაღალ დონეზე შენარჩუნა და 2025 წლის ბოლოს დაფიქსირებულ გაზრდილ მაჩვენებლებზე საკმაოდ ისეთი დინამიკა კვლავ გაგრძელდა კიდევ ერთხელ მიუხედავად არსებული ვითარებისა ამ კუთხით საინტერესოა საჯარო რეესტრის მაჩვენებლები 2026 წლის პირველ კვარტალში ბათუმში 4049 ბინა გაიყიდა ამ კუთხით ძალიან
მოკლედ, რა თქმა უნდა, დოკუმენტი საკმაოდ საინტერესოა და გალთის ვებგვერდზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ და ჩვენ შემდგომი კვირის გადაცემებში ამ ნაწილს უფრო ცლად მოვიხილავთ, მაგრამ ახლა რაც შეგვიძლია სწრაფად რამოდენიმე მიმართულება შემოგთავაზოთ. პირველი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ შევხედავთ ვითარებას საცხოვრებელ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და აქვე კვარტლებს შევადარებთ პირდაპირ, რაც გალც აქვს მოცემული ამ წელში, გაყიდვების ნაწილი პირველი კვარტალი 2024 წლის, 2025 წლის პირველი კვარტალი და 2021 წლის პირველი კვარტალი და ჩვენს მიერ ნახსენები ციფრი 4059 საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ხედავთ, რომ აღემატება 2024-2025-ის შესადარ მაჩვენებლებს, ბუნებრივია ამ შემთხვევაში, რაც აჩვენებს ზრდის საკმაოდ საინტერესო ზრდის დინამიკას ამ კუთხით საინტერესოა პირველადი ბაზრის ტენდენციების და მეორადი ბაზრის ტენდენციების, თუმცა თუ ვითარებას შევხედავთ ორივე შემთხვევაში, როგორც პირველად ბაზარზე, ისე მეორად ბაზარზე ზრდის დინამიკა ფიქსირდება. ანუ ორივე ნაწილში ზრდის დინამიკა ფიქსირდება, ანუ არ არის, თქვათ, აქ სხვაში ვერ გამოვყოფთ, თუნდაც, თქვათ, პირველად ბაზარს როგორც გამორჩეულთ ან მეორად ბაზარს და ნუ რა თქმა უნდა, როცა ასეთ ტიპის ზრდის დინამიკაა, შესაბამისად ხედავთ ფასის, ასე ვთქვათ, ზრდის მაჩვენებებსაც, მაგრამ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ აქ საუბარია მზა აპარტამენტებზე. ეს ფასი რაც არის დაფიქსირებული მზა აპარტამენტების შემთხვევაში ფიქსირდება და აქაც საინტერესოა თუ შევადარებთ 2024 წლის მაჩვენებელს, 2026 წლის მაჩვენებელს, საკმაოდ სოლიდურია ზრდის ტენდენცია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში საკმაოდ საინტერესო დინამიკას ფასებთან მიმართებაში, მიმზიდველობასთან მიმართებაში, ასევე უძრავი ქონების ბაზარზე. შემდგომი გრაფიკა თუ შეიძლება, სადაც ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ უკვე ძალიან ხშირად ნახსენებ საკითხზე, რომელიც შეეხება მოქალაქეობასთან დაკავშირებით, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან უფრო აქტიურად წარმოდგენილები საცხოვრებელ უძრავი ქონების და 2026 წლის მაჩვენებელს მინდა შევხედოთ ამ ჭრილში, სადაც რა თქმა უნდა საქართველოს მოქალაქეები ჭარბობს 37%. საინტერესოა, რომ შემდგომ არის ევროპა, მას მოსდევს უკრაინა, რუსეთი, ბელარუსია ერთად და თურქეთი, არაბული ქვეყნები. მაჩვენებელი, რაზეც არაერთხელ იყო სრულიად უტოპიური სპეკულაცია ამ თემაზე, საკმაოდ დაბალი პროცენტური წილით არის წარმოდგენილი. ანუ საქართველო და ევროპა ამ შემთხვევაში არის ძირითადი ნაწილი, რომელიც ქმნის უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან აქ არის უკვე რომელიც ჯამში ასეთი სოლიდური წილით გამოირჩევა საცხოვრებელ უძრავ ქონებასთან მიმართებაში კიდევ ერთხელ და რა თქმა უნდა შემდგომი გრაფიკაც, რომელიც გვაჩვენებს ამ შემთხვევაში შემოსავლიანობის და მიხედვით, ანუ ქირის ნაწილში, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ჩვენ ვეძახით ამ ნაწილს საცხოვრებელ უძრავ ქონებას, მაგრამ ბევრ შემთხვევაში წარმოგვიდგენია თუ როგორ ხდება ხომ ამ საცხოვრებელი კარტების გამოყენება, შემთხვევაში გათვლა არის სწორედ მათ გაქირავებაზე და ქირიდან მიღებულ და რატომ შეიძლება იყიდონ ადამიანებმა ბინა მაგალითად ბათუმში იმისთვის რომ გააქირავონ და მიიღონ შემოსავალი. ჩვენ შეგვიძლია ნახოთ ამ შემთხვევაში ქირის შემოსავლება ქალაქების და მიხედვით და დუბაის შემდგომ ბათუმის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება, მას მოყვება ანატოლია, ნიკოზია, ლიმასოლი და ასე შემდეგ, ანუ შესადარი ქალაქები პირობითად, რომელიც ჩვენ ამ შემთხვევაში გვაქვს. კიდევ ერთხელ ფაქტი ძალიან ნათლად ადასტურებს უძრავ ქონებაში უძრავი ქონება რამდენად საინვესტიციოდ მიმზიდველია საქართველოში მთლიანად და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ბათუმზე ვაკეთებთ აქცენტს. კიდევ ერთხელ ჩვენ ამ კვლევას, ძალიან საინტერესო კვლევას, გაცნობ შემოთავაზებულს უფრო ცლად გავშლით ჩვენს მომდევნო კვირის გადაცემების ჭრილში, კიდევ ერთხელ დავულოდებით მათ შორის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შეფასებას და ვნახავთ ამ ვითარებას, თუმცა რაზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, ასევე ძალიან საინტერესო, ვიტყოდი ასე გამორჩეული საინტერესო და სულ უფრო მზარდად საინტერესო კვლევა და თემატიკაა, სულ რამოდენიმე დღის წინ ვნახეთ ჩვენ ძალიან საინტერესო პრეზენტაცია, ასევე რა თქმა უნდა გალთენთაგართის მიერ ორგანიზებული, რომელიც შეეხებოდა თბილისის სავაჭრო უძრავ ქონებას, საოფისე ქონების ფასებს, ასევე ოფისე ქონებას ასევე თბილისში,
საინტერესო დინამიკით და სწორედ გალთენთაგართის სექტორული კვლევების უფროსი აუკელიშვილი მიდაში ინსაიდერში გთხოვთ და ძალიან საინტერესო კვლევა ვნახე და უცებად მინდა ერთის მხრივ ძალიან საინტერესო კვლევები კვლევების განხილვა ძალიან საინტერესო იყო ვინაიდან პრეზენტაციას ერთად იყო სწორედ წარმოდგენილები რომლებიც კვლევის ფარგლებში მონაწილეები იყვნენ ამ ჭრილში და მადლობა პირველ რიგში ამ პრეზენტაციაზე მქონდა საშუალება ვინც ყოფილიყავი ამ ჭრილში სწორედ ამ ახალ პუბლიკაციაზე მინდა ახალ პუბლიკაციის შესახებ მინდა დავიწყოთ საუბარი თუმცა სავაჭრო უძრავი ქონება რა იყო ძირითადი ნაწილი ასე ვთქვათ ძირითადი მიგნებები ამ ჭრილში რომელიც ჩვენ ნახეთ და ანგარიშიც იყო წარმოდგენილი კიდევ ერთხელ მესალმებით თქვენს მაყურებელს პირველ რიგში რო ვთქვათ რატო დიდრო იყო ამ კვლევისთვის ჩვენ კვლევითაც კარგად გამოჩნდა რომ ორივე რაც ახსენეთ არის შეუძრავი გარდამავალ ტემპიც ზრდა არის მოსალოდნელი და ჩავთვალეთ რომ ახლა სწორედ საკმაოდ სწორი დრო იყო იმისთვის რომ ჩვენ ძირითადი მიგნებები დავაზუსტოთ ხო პირველი პუბლიკაცია ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ასამბა ნუ როგორც მაგალითად წინა წელს სასაწყობე ბაზარი გააქტიურდა და ჩვენც მაქსიმალურად დროულად მოვახდინეთ რეაგირება და შევთავაზეთ ჩვენი კვლევის შედეგები ბაზარს სწორედ ეს მომენტი იყო ახლაც როდესაც საკმაოდ საინტერესო მიგნებები გამოიკვეთა რომ შევეხო კონკრეტულად ორივე ბაზარზე თალსალკე ვილაპარაკებს რომ დავიწყოთ სამი ძირითადი სავაჭრო ფორმა განხილული ჩვენს კვლევაში ეს არის ბაზრობები სავაჭრო მოლეკულური სავაჭრო ქუჩები 25 წლის ბოლოსთვის ჯამური 100,000 კვადრატული მეტრი კონკრეტულად ბუნებრივია რომ ბაზრობებზე ყველაზე დიდი წილი მოდის და სავაჭრო მოლები მე-13 წილით ბოლოს კი არის ცენტრალური სავაჭრო ქუჩები ეგრეთ წოდებული high street retail სადაც 94 მიმოხილულ ჭაოძე მაშენებელი კი ბატონო მართლა ძალიან თქვენ თქვით რომ ძალიან საჭირო დროს იყო აი ხოთ ვინაიდან იმ მოხდია კვლევის პრეზენტაციის დროს თუ მქონდა საშუალება გაცვლის იყო და აღნიშნეთ თითქოს ყველამ რაღაცა ვიცოდი ხო პეკინის სამშობლოში იყო გარკვეული პერიოდი უფრო აქტიური შემდგომ ეს აქტუალობაც იცვლებოდა ამ კუთხით ამ ოფსობაში წამოვიდა უფრო და უფრო მზარდად მოლები ასე რომ ვთქვათ და აი ამ უშუალოდ დაუბრუნდეთ სავაჭრო ქონებისას აი რა იყო ძირითადი სწორედ ამ კავშირებით თუ მოლებთან დაკავშირებით იყო რაც გვეხვალური ჩვენ მოკლედ ვხირთ რამდენი და როგორი მიწოდების ზრდა არის მოსალოდნელი მაგალითად რომელ საფასო სეგმენტში არსებობს კიდევ გაფართოების პოტენციალი რჩებიან თუ არა იგივე ცენტრალური ქუჩები და ბაზრობები კონკურენტ უნარიანი ძირითადად მიგნებები ნუ პირველი არის თვითონ სავაჭრო მოლების მოთხოვნა რაც დღევანდელი მოცემულობით საკმაოდ ჯანსაღი არის ხუთი ძირითადი მოლის გამოვიტანე და სადაც ვაკანტურობა 2024 წელს 5% 2025 წელს ცირედით გაიზარდა და მიწოდა ნაკარნებად 2020 სტაგნაში არ გაზრდილა არც ერთი დიდი მოლი და არც ახალი გახსნილა 2025 წლიდან ახალი ფაზა მიწოდები, სადაც East Point-ი გაფართოვდა, Outlet Village-ი გაიხსნა და რამდენიმე საკმაოდ მსხვილმასშტაბიანი კმილი. 60% მოლების გაფართოვება, ახალი მოლები, რაც სვამს ზრდას ხრიდან არის ნაკარნახევი, ანუ
ოპერატორებს, ვისაც დღეს საკუთარ ნობს, რომ დღევანდელი მიწოდებით ვერ აკმაყოფილებს არსებულ მოთხოვნას და მათ მიიღეს გაფართოების გადაწყვეტილება. და ბოლოს ეს ფასშიც კარგად გამოჩნდა, ბოლო წლებში სწრაფი ზრდა გვქონდა ფასებში მოლების კუთხით, 2020 და 25 დარებთ გაორმაგებული იყო და ბოლო 2 წელი არის დასტაბილურებული ერთნიშნა ჯანსაღი ზრდა გვაქვს. კი ბატონო, ზუკა, ამ შეფასებიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა და ამ პერიოდში არ იკვეთება ამ კუთხით, ხო, ვთქვათ და იგივე ხელმძღვანელის უძრავ ქონება საუბრობ და გაწყვეტილს აქვს ხოლმე ძალიან საინტერესო კეფთან მიმართებაში. სად არის შესაძლოა კალაკებთან? ამისთვის ანუ პირველი კითხვა რაც გაჩნდა და 140,000 კვადრატული მიწოდების მოლოდინი გვაქვს თუ ყველა პროექტი განხორციელდა და რაც დღეს დაგეგმილია და დამეთანხმდა. ამიტომ პირველი კითხვა როდების რისკები თუ იკვეთება ან თუ გაიზრდება, როდესაც ეს პროექტები განხორციელდება. შევხედეთ ერთ-ერთ პარამეტრს რა ამაზე ინდიკაცია. სიმჭი საოჭრო 1000 მიწოდლისში ევროპულ ქალაქში. დღევანდელი მოცემულობით ყოველ 1000 მოსახლეზე თბილისში 320 კვადრატული მეტრის მოლი მოდის, ესე ვთქვათ. რაც აღემატება დასავლეთ ევროპის ქალაქების ამ მაჩვენებელს, ვთქვათ მადრიდი, ბარსელონა, რომი, სადაც უფრო ნაკლები არის მოლები მიწოდება, თუმცა იქ ბევრად უფრო განვითარებული არის ცენტრალური ქუჩებიც და ეს კულტურა ბევრად უფრო ადრე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მოლების სიმჭიდროვე ბევრად უფრო მაღალი არის ვიდრე თბილისი და ასევე როდესაც ყველა პროექტი განხორციელდება, სადაც 400 კვადრატულ მეტრამდე შეიძლება მოიმატოს თბილისში სიმჭიდროვე, რაც კვლავ ჩამორჩება ევროპულ შესადარის ქალაქებს. შესაბამისად რომ ვფიქრობ ეს არსებული ფონზე კი ბატონო, თუმცა რა შეიძლება იყოს ძირითადი გამოწვევები, თქვათ, რაც ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით შეიძლება გქონდეს იგივე კვლევის ფარგლებში რაც გამოიყენება. პირველ რიგში გამოწვევას საუძახებდი ამ ყველაფერს, რაც არის იმ ყველაფრის გარდა თუ რაც თბილისში ხდება, ჩვენ შევხედეთ თუ სად იხარჯება საქართველოს ფული საზღვარგარეთ. ეს ნაწილი საინტერესოა. და ორი ძირითადი მიმართულება ავიღეთ. ერთი არის საერთაშორისო ელკომერცია, რომელიც მოგეხსენებათ საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდება. მეორე არის უკვე ფიზიკური ვაჭრობა ქართველების უცხო ქვეყნებში. ანუ როდესაც მოგზაურობთ და ამ დროს შოპინგობთ. და ბოლოს 3 წელს როცა შევხედეთ, მზარდი არის ეს ხარჯები 2025 წელს შეადგინა 3.8 მილიარდი ლარი. აქედან სექტორების მიხედვით ყველაზე დიდი წილი კი მოდიოდა ტანსაცმელი და აქსესუარებზე და დავინტერესდით ბრენდებზე, რა მაღაზიებში შოპინგობენ ქართველები საქართველოს გარეთ და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. და ვნახეთ რომ ამ მაღაზიების ნახევარი იყო ლუქს ბრენდები, ანუ პრემიუმ ტიპის ბრენდები, საიდანაც უდიდესი ნაწილი საქართველოში უბრალოდ არ არის წარმოდგენილი. მოლებში შევხედეთ და ფირაული იყო. შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთ-ერთი მიგნება რაც იყო, რომ პრემიუმ ბრენდებზე, ამ ლუქს ბრენდებზე საქართველოსთან მოთხოვნა საკმაოდ დიდი არსებობს, თუმცა მეორე მხრივ მიწოდება ამას ჯერ ვერ პასუხობს და ვფიქრობთ, რომ აქ სამომავლოდ გაფართოების პოტენციალი არის. ბატონო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთგვარი შესაძლებლობაა ზუსტად ამ კუთხით სექტორის შემდგომი ზრდის გარკვეულწილად ეს პრემიუმ ბრენდების შემოქმედება მართლაც ახლა როცა საუბრობთ ხომ ელექტრონულ კომერციაზე არც კი ვიცი ადამიანი რომელიც შეიძლება გიყურავდეს და რაღაცა ფორმით ამ კუთხით არ მონაწილეობს. მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ასევე ძალიან მზარდად საინტერესოა, არის სწორედ საოფისე უძრავი ქონება თბილისში, რომელიც როცა ჩვენ საუბრობთ ბიზნესის განვითარებაზე, მათ შორის როცა ძალიან საინტერესო იყო ხა თქვენი პრეზენტაციიდან მახსენდება მთელი რიგი ეპიზოდები, როცა მაგალითად ჩვენ საუბრობთ ხა IT სექტორის განვითარებაზე ქვეყანაში და IT კომპანიების რელოკაციაზე საქართველოს, ცხადია, მოლოდინიც და განწყობებით ჩანდა, რომ საოფისე ფართებზე მოთხოვნა იზრდება. აი, ამ კუთხით რა გვაქვს პუბლიკაციაში წარმოდგენილი ვითარება როგორ გვაქვს შეფასებული? აქაც კონტექსტი
შესაქმნელად ჯამურად ბაზარს მივახილო პრაქტიკულად პირველად შევაფასეთ თბილისში ყველა ტიპის საოფისე სივრცე და მათი ჯამური მოცულობა, სადაც გულისხმობ გასაქირავებელ ბიზნეს ცენტრებს, საკუთრებაში მყოფ ბიზნეს ცენტრებს, coworking სივრცეებს და ბოლოს კორპუსებში არსებულ ოფისებს, რომელიც რეალურად ყველაზე უფრო ფრაგმენტირებულია, ინფორმაციას ყველაზე ნაკლებად არის ხელმისაწვდომი და ჩვენი შეფასებით მხოლოდ ეს კატეგორია კორპუსების ოფისები დაახლოებით 1,000,000 კვადრატული მეტრი აღმოჩნდა. საიდანაც თითქმის ისტორიულად მოყვება, ასე ვთქვათ, ეს. ისტორიულად მოყვება. დიდი მოტივი არის ხოლმე ფასის ნაწილი, როგორც ჩვენს კვლევაშიც ჩანს, ბევრად უფრო დაბალი ფასის ნიშნული აქვს ოფისებს კორპუსში, ვიდრე თქვათ ბიზნეს ცენტრებში. კონკრეტულად ბიზნეს ცენტრებზე რო გადავიდე, რაც ჩვენი კვლევის მთავარი საგანი იყო, აქ 3 კლასი გვაქვს ბიუჯეტური, საშუალო და მაღალი და ბუნებრივია რომ აქ მოთხოვნა სხვადასხვა სეგმენტის კომპანიები ქმნის თითოეულ კლასზე. თუ ბიუჯეტურზე და საშუალო კლასზე ძირითადად ადგილობრივი კომპანიები ქმნიან მოთხოვნას, მაღალ კლასში უცხოური კომპანიების წილი არის ყოველწლიურად მზარდი და ძალიან მნიშვნელოვანი. 2025 წელს გაქირავებული ფართობის 2/3 უცხოურ კომპანიებს ეჭირათ. და აქედან ორი ყველაზე დიდი სექტორი იყო ფინანსური სერვისები და IT სექტორი, რაც უკვე ვახსენეთ. და IT სექტორი და ფინანსური სექტორის დასაქმების ზრდა წინა წლების განმავლობაში იყო ფუნდამენტი რეალურად რითაც ბაზარმა შეძლო გაზრდილი მიწოდების ძალიან მარტივად ათვისება და დღევანდელ წერტილამდე მოსვლა, სადაც ვაკანტურობა ძალიან დაბალ 7%-მდე ნიშნულზე ნარჩუნდება. სამომავლო მოლოდის ძირითად დრაივერი აი ხო რა შეიძლება იყოს, აი საჭიროება ზრდის ნაწილში 19 შევხედება საკმაოდ სწრაფად გაიზარდა. მოთხოვნარი იყო, რამაც ვაკანტურობა შეამცირა. მოთხოვნის ზრდა სწორედ ფინანსურ სერვისებში და IT-ში დასაქმებულთა რაოდენობის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. რაც შეეხება სამომავლო მოლოდინებს, ველოდებით რომ მომდევნო 3 წლის განმავლობაში მიწოდების ზრდის ტემპი გადააჭარბებს მოთხოვნას 2-ჯერ. ანუ თუ 28%-ით ველოდებით რომ მიწოდება გაიზრდება, ბუნებრივ ზრდას მოთხოვნისა 14%-ით ველოდებით. აქ IT სექტორშიც ფინანსურ სერვისებში ზრდის ტემპის სტაბილიზაციას პროგნოზირებთ, რაც გამოწვეული იქნება როგორც ვთქვათ ეკონომიკური ზრდის ტემპის ნორმალიზაციით, ასევე გამოწვეული იქნება ვთქვათ ხელოვნური ინტელექტის დანერგვით, რაც დღეს არსებულ ბიზნესებს უმცირებს იმის აუცილებლობას, რომ ისე სწრაფად გაზარდონ დასაქმებულთა რიცხვი, როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში. შესაბამისად ველოდებით, რომ მცირედით გაიზრდება ვაკანტურობა 2028 წლისთვის, თუმცა დამატებითი ზრდის ფაქტორები ბევრი არსებობს. თუ ვიხილავთ თქვათ ახალი უცხოური IT კომპანიების შემოსვლა ქვეყანაში, ეს მაღალ კლასის ბიზნეს ცენტრებზე შექმნის მოთხოვნას, რაც შეეხება საშუალო კლასს, მათ ფიქრობთ, რომ აქვთ დიდი პოტენციალი, რომ კორპუსებში არსებული ოფისებიდან, რაც უკვე ვახსენე, რომ საკმაოდ დიდი ბაზარია, გადმოიყვანონ თავისთან მოიჯარეები, დამატებითი ბენეფიტების შეთავაზებით, რაც შეიძლება იყოს ცალკე მდგომი შენობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ასევე ერთიანი მენეჯმენტი და ვფიქრობთ, რომ დიდი კომფორტია ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი ზრდის პოტენციალი არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდებაც იზრდება, მოთხოვნა შეიძლება სამომავლოდ ამით დაკომპენსირდეს. თქვენ ახსენეთ აქაც და მე პრეზენტაციის პერიოდიდანაც მახსოვს cowork საერთო სამუშაო სივრცეები ამ კუთხითაც საინტერესოა სხვა ჩვენს მოთხოვნის დინამიკა, ანუ მოიკიდა ფეხი ასე ვთქვათ ქალაქში შეიძლება ითქვას ამ მიმართულებამაც. შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ 3-4 წლის წინანდელ პერიოდს შევედრებით, ბევრად უფრო პოპულარული მიმართულება არის coworking-ი. ხილი იყო, თუმცა 2022-23 წლებში მიგრაციის ტალღებთან ერთად საკმაოდ სწრაფად უპასუხა ბაზარმაც ამ ყველაფერს და პირიქით 23 წლისთვის საკმაოდ დიდი რაოდენობა გვქონდა coworking სივრცეების, ძალიან სწრაფად გაიზარდა მიწოდება, თუმცა 24-25 წლებში რამდენიმე coworking სივრცე დაიკეტა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასტაბილურდა ბაზარი, იმაზე მეტი რაოდენობის coworking სივრცე გვაქვს, რაც ვიდრე გვქონდა 2022 წლამდე, ფასშიც ზუსტად იგივე დინამიკა გვქონდა 2023 წელს პიკურ მაჩვენებელს მიაღწია და 2024-25 წლებში მცირედი შემცირებით თავის ჯანსაღ ნიშნულზე დასტაბილურდა.
კი ბატონო, რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, ორივე მიმართულება სავაჭროთ, საოფისეს, გავაგრძელებთ ამ კუთხით დაკვირვებას გარეთის შემთხვევაში, როგორც ხვდები, ვინაიდან საკმაოდ საინტერესო პერსპექტივები ისახება, ასე ვთქვათ, და თქვენი მხრიდან ალბათ ბიზნეს მიაწვდით მეტი ინფორმაციას. აუცილებლად მივაწვით, თუ რაიმე სიახლე არის, ბუნებრივი არის, რომ ამაზე დროული რეაგირება ყოველთვის გვაქვს, თუმცა კომერციული უძრავი ქონება პირდაპირ საცხოვრებლის მსგავსი არ არის მოგესალმებით, ყოველთვიურად ცვალებადი დინამიკა არ გვაქვს შესაბამისად, სავარაუდოდ ყოველწლიურად ლებებით, როგორც კომერციულ მხარეს, ასევე ლოგისტიკის და სასაწყობე მხარეს, აუცილებლად შემოგთავაზებთ ყველგან თაგარტი. კი ბატონო, ერთი რამაც მინდა მაყურებლისთვის აღვნიშნო, რაც მენიშნა თქვენი პრეზენტაციის შემდგომ პუბლიკაციის შედეგების შესახებ, რომ როდესაც პანელზე იმყოფებოდნენ კომპანიებების მინიმუმ 2 შემიძლია თქო ბიოგრაფი, ბაიჯი, ზუსტად თქვენი მიგნებები რაც იყო, ასეთივე გეგმები ჰქონდათ ამ კომპანიებს განვითარების ჭრილში, ანუ ძალიან საინტერესო იყო, რომ დაემთხვა კვლევა ამ შემთხვევაში იმ პრაქტიკულ მოლოდინებს, რომელიც კომპანიებს და მათ გეგმებს გააჩნიათ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სუკა კიდევ ერთხელ ძალიან საინტერესო პუბლიკაციისთვის და დღეს სტუმრობისთვის და აი ამ საინტერესო მოხელისთვის წარმატებას გისურვებთ და ყოველთვის აგერ გალთი მოკლედ არ გავა მოკლე პერიოდიც კი რომ ახალი საინტერესო კვლევა არ შემოგთავაზოს. მადლობა კიდევ ერთხელ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. სწორედ ამ პუბლიკაციის შესახებ ინფორმაცია, ისე როგორც ძალიან ბევრი საინტერესო კვლევის შესახებ თქვენ შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, იხილოთ გალთენ თაგართის ვებ გვერდზე, თუ კი რაიმე საინტერესო არსებობს ეკონომიკური ბიზნეს ანალიტიკის კუთხით, ყველაფერს ნახავთ ამ ნაწილში და რა თქმა უნდა, ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეების შესახებ თქვენ შეგიძლიათ მუდმივად ეწვიოთ ჩვენს ვებ გვერდს Business Insider-ში. მე კი ორშაბათამდე გემშვიდობთ.